რა სტრატეგია აქვს ახლა დასავლეთს? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ვფიქრობ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ამ ომში ვმარცხდებით, რომ უკრაინა ყოველდღე სულ უფრო მეტ ტერიტორიას და ცოცხალ ძალას კარგავს. ამასთანავე უთავდებათ საბრძოლო ამუნიციაც, რომლის კომპენსირებაც ვეღარ ხერხდება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დახმარებას აღარ აწვდის. რა არის ამ ყველაფრიდან გამომდინარე დასავლეთის სტრატეგია? უпростоრად, რა არის ეგრეთ წოდებულ მოხალისეთა კოალიციის სტრატეგია? რა შეიძლება იყოს მათი მიზანი? ნუ თუ ისინი უბრალოდ ილუზიებს არიან აყოლილი. უნდა ითქვას, რომ არ არის მკაფიოდ დაფიქსირებული, თუ რა არის მათი მიზანი. დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ფართოდაა გავრცელებული რუსოფობია და თუ გაბატონებული მედიის პოლიტიკურ მიმომხილველებს თვალს მიადევნებთ, დარწმუნდებით, რომ მათი აზრით სასწორზე ევროპის მომავალი დევს. მათი მტკიცებით რუსეთი ექსპანსიონისტური სახელმწიფოა, რომელსაც უბრალოდ არა ძველი იმპერიის აღდგენა, არამედ მის მიღმა გაფართოებაც აქვს გადაწყვეტილი, თუ კი ამის საშუალება მიეცემა. ასე რომ ისინი ამ ომს წარმოაჩენენ ისე, თითქოს ეს ევროპის გადარჩენის ომი იყოს. თუმცა საინტერესო და უცნაური აქ ის არის, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ევროპის გადარჩენისთვის ომი ბოლო უკრაინელის სიკვდილამდე გაგრძელდეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა ამ პროცესებში მთავარი აქტორი არც არის. უკრაინა ამ დიდ ნარატივში გასაწիր პაიკს წარმოადგენს. დიდი ნარატივი კი თავისთავად ანტირუსული შინაარსისაა, რომლის მიხედვით რუსეთი არის საფრთხე. ის ავტოკრატიული სახელმწიფოა. ავტოკრატიები კი აგრესორები არიან. ხოლო ჩვენ დემოკრატიულმა სისტემებმა რუსეთს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. ამ სცენარში უკრაინა არის სწორედ ეს, წინააღმდეგობის გაწევის ადგილი. თუმცა შესაძლოა ანალოგიური მოვლენები მოლდოვაში, საქართველოში ან ესტონეთშიც განვითარდეს. ასე რომ თუ შენ ასეთი იდეებით აზროვნებ, მაშინ ბუნებრივია შენი მიზანი იქნება რუსული დათვისთვის წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი საშუალებით. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია ამაზე უფრო დახვეწილი და მახვილგონივრული სტრატეგია ჰქონდეს ევროპას. უნდა გითხრათ, არც მე და ასევე არც სხვა მრავალი საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი არ მივიჩნევთ რუსეთს ასეთ სახიფათო ძალად. რასაკვირველია, რუსეთს ყოველთვის სურდა ჰყოლოდა სუსტი მეზობლები. ეს ისტორიულად ასეა. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან დაწყებული. რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებს ახლა ბუფერულ ქვეყნებს უწოდებენ ხოლმე. თუმცა რუსეთს არასდროს ნდომებია ევროპის დაპყრობა, ან მისი დიდი ნაწილის მაინც. ასე რომ ვფიქრობ, მოხალისეთა კოალიციის სტრატეგია ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებითაა გაწერილი და ის რეალური მშვიდობის დამყარების ნებისმიერ შანსს პოვს. Even a large part of Europe, it hasn't wanted to do that. So I think that the strategy, insofar as it is to resist the Russian offensive, is misguided and stops the real possibilities of peace. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.